Am კადრებში ჩანს, რომ პოლიცია ფიზიკურად უსწორდება ორ მოქალაქეს, თუმცა ვიდეოს დასაწყისში ჯერ ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია ერთ-ერთ მოქალაქეს, თუმცა ამის შემდეგ ადგილზე ვითარება იძაბება და პოლიცია გადადის ორივე მოქალაქის წინააღმდეგ ფიზიკურ ძალადობაზე. Თავად ეს მასალა არის რამდენიმე წუთიანი, ის გაავრცელა ქართლის ამბებმა, თუმცა ცხადია ამ ვიდეო კადრებით ვერ დგინდება, როგორ დაიწყო კონფლიქტი და რამ გამოიწვია სიტუაციის გართულება. თუმცა გეტყვით, რომ კადრები გადაღებული არის გორში კომბინატის დასახლებაში, თავად ქართლის ამბებმა გაავრცელა ერთ-ერთი ამ დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი დარალებული სინქრონი და მისი კომენტარი სადაც ისყვება, როგორ დაიწყო და როგორ დაიძაბა სიტუაცია, მისი განცხადებით მეგობარი გამოვიდა სამსახურიდან შესვენებაზე, რა დროსაც მას პოლიციის მანქანა აედევნა და ამის შემდეგ ისყვება, რომ გაუგებარი გახდა მისთვის, ჯერ რატომ ხდებოდა მისი მეგობრის დაკავება და ამის შემდგომ რატომ გადავიდა პოლიცია ფიზიკურ ანგარიშწორებაზე. ყოველ შემთხვევაში გამოძიება დაწყებულია, უწყება ამბობს, რომ ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი გაეცემა, თუმცა თავის მხრივ ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ აუცილებელია სწრაფად დაადგინდეს რეალურად რას ჰქონდა ადგილი. მოკლედ, რა ვითარება იყო დღეს გორში კომბინატის დასახლებაში და რას ამბობს თავად ერთ-ერთი დაზარალებული, ჩვენ ახლა შეგვიძლია ეს ეთერში ვნახოთ. მე ჩემს ვაკაცებს შემეს მაგა. ვიქცემა არ ვიცი მიზეზად მანქანა მიუშვეს და მაგაზე შელაპარაკება მოყვა და მაგრა შემეს და ვაშველებდი და მე მეც შემეს დახვალწელა რომ გამო. ცივი არაღი ქონდა. არანაირი. რამდენი იყავით? ორნი. აი რა საკის არის თქვენი მეგობარი, რომელსაც იწევთ? 9-ზე. და ფიქრია და დაინახე. ესეთ შეიძლება? აი ეს ფილით მედიოდა პერიოდზე იყო სამსახურიდან. მე არ ვიცი მიზეზს. თვითონაც არ ეცოდინება და წმენები. ის მოვიდა სუპალამსი. რომელიც გავრცელდა არის საკმაოდ მძიმე, მას შემდეგ რაც ამან გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება, ადგილზე დაიწყო მაშინვე საგამოძიებო მოქმედებები, საკითხის შესწავლა და ასევე ცნობილი გახდა, რომ უკვე გამოძიება პროკურატურას შეისწავლის საქმეს. ყოველ შემთხვევაში ამ მოწოდებით გამოდის სახალხო დამცველი, ომბუდსმენი ამბობს, რომ აუცილებელია ამ ფაქტის დროული და საფუძვლიანი შესწავლა, რათა მას არ ჰქონდეს ნეგატიური ეფექტი, როგორც სახალხო დამცველი მის განცხადებაში ამბობს, მობს ამგვარი სახის ძალადობის ფაქტებს და პირობას დებს, რომ ის თვალს მიადევნებს გამოძიების ყველა ეტაპს, რომ საბოლოო ჯამში დადგინდეს რეალურად რას ჰქონდა ადგილი გორში. საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საჯარო წყაროებით გავრცელებულ შემაშფოთებელ კადრებს სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე და გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას უზრუნველყოს ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება, რათა პასუხისგებაში მიეცეს ყველა პასუხისმგებელი პირი. სახალხო დამცველი მანდატის ფარგლებში მონიტორინგს გაუწევს გამოძიებას. რატომ გამოიყენა პოლიციამ ორი მოქალაქის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა? ახლა ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს. ამ თემის გარშემო დღეს მოკლე კომენტარი გააკეთა მთავრობის მეთაურმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ამბობს, რომ მან თავად ნახა კადრები და რომ ის დებს პირობას, საკითხი იქნება ბოლომდე მიყვანილი და შესწავლილი. ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ აუცილებელია საქმეს მიეცეს შესაბამისი და სწორი კვალიფიკაცია, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მათი განცხადება სახეზია არა უფლებამოსილების გადამეტება, არამედ მოქალაქის წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობა. რაც შეეხება ზოგად კონტექსტს, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქვეყანაში არის ძალადობრივი გარემო და ამის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ იგივე მეთოდებს მოქალაქეების წინააღმდეგ უკვე დიდი ხანია პოლიცია იყენებს. მე ნახეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და იქნებათ სათანადო რეაგირება და ამაზე რა თქმა უნდა საზოგადოება იქნება ინფორმირებული. მინდა მივმართო პროკურატურას. მხოლოდ გამოძიების დაწყება არ კმარა, სახეზეა ჯგუფური დანაშაული და ყურადღება უნდა მიექცეს ამას, რომ სახეზეა პოლიციელების მხრიდან ჩადენილი უმძიმესი ქმედება ჯგუფურად
და ამის დამალვა არ შეიძლება და ამას მიექცევა შესაბამისი ყურადღება. ეს აბსოლუტურად კანონზომიერი განვითარებაა იმის, რომ ძალადობისთვის ფაქტობრივად არავინ არ ისჯება ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, იმ განუკითხაობაში, რაშიც ბიძინა ივანიშვილი აცხოვრებს საქართველოს მოქალაქეებს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და სანამ რეჟიმს არ შევცვლით, ესეთი მოვლენები სამწუხაროდ ჩვენი ყოველდღიურობა იქნება. აი ამ დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი მოქალაქე თავისუფალია, თუმცა მეორე შემთხვევაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის გადაყვანილი არის პოლიციის განყოფილებაში. ყოველ შემთხვევაში მისი ადვოკატი უკვე გორშია და ეცნობა მის მდგომარეობას, მათ შორის ეცნობა იმას, არის თუ არა დაკავებული, თუ არის რა მუხლით და მათ შორის უახლოეს საათებში ან წუთებში ალბათ ცნობილი გახდება, როგორია ამ მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა.